გაინტერესებს რატომ გინდა ზოგჯერ ჭამა მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არ ხომ შიერი. ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ თუ გაჩნდა ჭამის სურვილი, ეს უკვე შიმშილია. არადა სინამდვილეში ასე არ არის. ჭამის სურვილი შეიძლება გამოიწვიოს უბრალოდ ჩვევამაც. მაგალითად, თუ საღამოს ტელევიზორთან დაждდომის დროს შენს მეგობართან ან პარტნიორთან ერთად რამეს სუსნაობას მიეჩვევი, ცოტა ხანში ჩამოგიყალიბდება ეგრეთ წოდებული პირობითი რეფლექსი. ანუ შენი ტვინი დროის ამ მონაკვეთს და ასევე ტელევიზორის ყურების ჩვევას გაიგივებს კვების მოთხოვნილებასთან. ანუ შენ შეიძლება არ გშიოდეს და მაინც მოგინდეს რაღაცის წასმოსვლა. ასევე გაითვალისწინე, რომ ჭამის სურვილს ხშირად განაპირობებს სტრესი, მოწყენილობა და ასევე ის, რომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში სწორედ არ იკვებებოდი. ასევე დააკვირდი. გაითვალისწინე, რომ ძალიან ხშირად წყურვილი გვერევა ხოლმე შიმშილში. ამიტომ, როდესაც უდროო დროს და უადგილო ადგილას გაგიჩნდება ჭამის სურვილი, ადექიდე ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიე და დაელოდე ცოტა ხანს, დააკვირდი. შეიძლება გადაგიაროს ჭამის სურვილმა. შენ როგორ ფიქრობ? რა დროს უფრო ხშირად გიჩნდება ხოლმე ჭამის სურვილი? გამიზიარი შენი ისტორია კომენტარებში. მოდი, ვილაპარაკოთ.